შენ ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებ. ეს ვიდეო იმიტომ აღმოაჩინე, რომ გჭირდება მხარდაჭერა, ინფორმაცია, თანადგომა შენი გვარისგან, შენი წინაპრებისგან. მათ გადაწყვიტეს, რომ შენ დაგკონტაქტებოდნენ ჩემი საშუალებით და შენთვის ეთქვათი სათქმელი, რაც დიდი ხანია უნდათ რომ გითხრა. იმიტომ, რომ შენ გჭირდება ეს. შენ გჭირდება ეს ინფორმაცია. ნახოთ, რისი თქმა უნდა შენს წინაპრებს შენთვის. ვინ არის ეს წინაპარი და რისი თქმა უნდა შენთვის. ეხლა ენერგია შემოვიდა თქვენი ბებიის თქვენში. ის გეუბნებათ, რომ მან გადმოგცათ თქვენ მისი ძალა, მისი დიდი ქალური ენერგია და შესაძლებლობები. ეს თქვენშია და ის გეუბნება, რომ შენ ამას გრძნობ, მაგრამ თითქოს გაეჭვება. თითქოს არინდობი შენ ინტუიციას, კი ეს შენშია. ის, რაც იყო ჩემი საიდუმლო, გახსნილია შენში. შენ ეხები ამას უკვე. ეხები ამას, მაგრამ იცოდე, რომ ეს ჩემიდან მოდის და ნუ გეშინია. შეხედე თვალებში ამ შენს ნიჭს. რა არის ეს ნიჭი? ეს არის შენი ძალიან დიდი, ცეცხლოვანი, სექსუალური ენერგია, შენი ქალურობა, შენი მისტიურობა, შენი მომაჯადოებლობა. ეს არის შენი დიდი შესაძლებლობა, რომელიც მოდის შენი შინაგანი ძალიდან. ოღონდაც კი მოისურვო. რასაც აკეთებ სწორია, გააკეთე უფრო გაბედულად, მე დაგეხმარები. მე შენთან ვარ და მე გაძლებ ამ ძალას. შენში არის რაღაც აჯანყების მაგვარი, რაღაცა ფეთქებადი, რაღაცა რევოლუციონური. ეს შენ ხარ, ეს ჩემი ძალაა, შენთვის ნაჩუქარი და გეუბნება, რომ იყავი თავისუფალი. შენ ვერ გაძლებ ჩარჩოებში. შენ ვერ გაძლებ სიყვარულის გარეშე და შენ ვერ იქნები მორჩილი და მონა. შენ ხარ თავისუფალი, გაბედული ქალი. ეხლა თქვა სხვა ენერგია შემოვიდა. სხვა ენერგია შემოვიდა თქვენში. გაიხსენებთ, ვინ წავიდა თქვენი გვარიდან? ახალგაზრდა ადამიანი. ახალგაზრდა. საკმაოდ ახალგაზრდა, რო იყვნენ უდროოდ, ვინ წავიდა? ის ამბობს, რომ ნუ ღარ მიხსენებთ ცრემლით, ესმე მამძიმებს. ნუ ღარ მიხსენებთ ცრემლით. ხოლო შენთვის მაქვს მე სათქმელი, რომ შენ არა მარტო მე, მთელი საგვარეულო ეგრეგორი გაძლებს ძალას და გლოცავს. და ახლა შენ გაქვს რაღაც პრობლემა, სერიოზული პრობლემა, რაც არის გამოწვეული იმით, რომ შენ დათმე შენი ქალურობა სადღაც დაივიწყე. სადღაც დაივიწყე და უარყვე ეს. დავიწყე რომ ხარ ქალი, რომ გჭირდება სიყვარული. შენ სასიცოცხლო დროს სწირავ ვიღაცას ან რაღაცას და შენი თავი გადადე.
გაიხსენე ეს, პრობლემა მოდის აქედან, გაიხსენე ეს, არ დაივიწყო შენი თავი, არ დაივიწყო შენი სხეული, ჩვენ, შენი წინაპრები და შენი საგვარეულო ეგრეგორი გაძლევთ ძალიან დიდ ძალას და გვიყვარხარ, გიყვარდეს შენი თავი. გახსოვდეს, რომ შენ ხარ შენი ცხოვრების მბრძანებელი, შენ ხარ შენი ნების და ბედისწერის მწერალი და შენ გელოდება საიდუმლო, შენ გელოდება სასწაული, სიახლე, რომელსაც გიმზადებთ. შენ ხარ შენი ბედისწერის მწერალი. შენ მართავ შენს ცხოვრებას. ასევე შენი საგვარეულო ეგრეგორი გიბიძგებს სულიერი პრაქტიკისკენ, რომელიც უფრო მეტად გახსნის შენს ენერგიებს. გააკეთე ის სულიერი პრაქტიკა, რომელსაც შენი ინტუიცია გიკანახებს. ეს არის ჩაჩურჩულება შენი ეგრეგორის მიერ, ეგრეგორის ძალის მიერ, რომ შენ გჭირდება ეს სულიერი პრაქტიკა. შენ ხარ თავისუფალი ქალი და გააძლიერე ენერგოპრაქტიკით ეს ენერგია, ეს ძალა, შეიყვარე თავი და შენ ხარ შენი ცხოვრების მმართველი, შენი ცხოვრების და ბედისწერის მმართველი. ისინი გეუბნებიან, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და კანონზომიერება. ისინი გეუბნებიან, რომ რა ასაკშიც არ უნდა იყო შენ, ხარ მათი რჩეული, ისინი გიცავენ და გიფარავენ შენ. შენ ყავს შენი მფარველი ანგელოზი, რომელიც გაგათავისუფლებს ბავშვობის ტრაუმვისგან. დაინახე ეს ადამიანი ამ ცხოვრებაში, ვინც გეხმარება, გაგანთავისუფლოს ბავშვობის ტრაუმვისგან. შენ ხარ ქალი და მუდამ იქნები ახალგაზრდა, ძლიერი, ლამაზი, შინაგანი, სექსუალური, მომხიბლავი ქალი. რა ასაკშიც არ უნდა იყო. შენში გაიხსენე ყოველთვის ბავშვობა, რა გინდოდა, რა გსურდა და ასევე მუდამ დაინახე შენ თავში ეს მშვენიერი ქალი, რა ასაკიც არ უნდა კონდეს ახლა. გახსოვდეს, რომ შენ ხარ ლამაზი, მიმზიდველი, სექსუალური, ბრწყინავი ქალი. შენი წინაპრები გეუბნებიან, რომ შენ შეხვდები ადამიანს, რომელიც კარგი მეგობარი იქნება შენი, რომელიც რაღაცა სირთულე ტვირთის დაძლევაში მოგეხმარება. ეს ადამიანი შენი კარმული მეგობარია, მოდი შენი წინა ცხოვრებიდან. რაღაც შენ გაუკეთე მას წინა ცხოვრებაში კარგი. ახლა ის არის ვალდებული გაგიკეთო შენს კარგი და აიღე მისი მოწვდილი დახმარება, მიიღე ეს, შენ ეს გჭირდება. დაინახე ეს ადამიანი, დაინახე ეს ანგელოზი ადამიანად მოსული.
გლოცავენ შენი წინაპრები, შენი დიდი ბებიები და შენი დიდი ბაბუები გლოცავენ შენ და გეუბნებიან, რომ დალოცული იქნებიან შენი შვილები. რაღაცა საჩუქარი იქნება თქვენთვის, ეს იქნება რაღაცა ნიჭი. რაღაცა ნიჭი, რომელსაც იპოვი შენ შვილებში. შენ დაინახავ ამ დიდ ძალას, ამ დიდ ენერგიას შენ შვილებში. მადლობა მათ. მადლობა მათ. თქვენ კი გამოიწერეთ არხი. გააქტიურეთ ზარისხელა კი ხოლ ვისაც სურს ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოხვედრა, შეუძლიათ დამიკავშირდეს ნომერზე, რომელიც აქტიურია ვიბერზე და WhatsApp-ზე. ეს არის 591-233-507. ან მომწერეთ ქართული შრიფტით Facebook-ზე რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით ძალიან დიდი სიყვარულით, თქვენი ნათია შაი. ველოდები თქვენს ემოციებს, რომ მომწეროთ. მადლობა.